საღამომშვიდობის ირგვლივ 8 საათია ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. საღამომშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმაზე, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება, რადგან ხომ გაგიგიათ, მთავრობა არ გეგმავდა და ტარიფი იზრდებოდაო. აგრეთვე ვეღარ მოისმენთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ხმას ვერც ერთი ფანჯრიდან, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი დამთავრდა და მასზე გადამრთავი აღარავინ არის. ვერ მოისმენთ დავით ნარმანიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, ის ვინც საბოტაჟს დაიწყებს, ჩემს გვერდით ვერ გაჩერდება, რადგან ექსპერტები ამბობენ, რომ საბოტაჟის სიხარულით მომწყობი კაცი ახლა ისეთ ადგილასაა, რომ მტერი გაჩერდეს მის გვერდით. თანამდებობის პირები ავტომობილებს ახლობლების აგარაკზე წასაყვანად მოიხმარენ, განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და გამოვიდა წინადადებით. ეკონომიის მიზნით დეპუტატებს აგარაკები თბილისთან ახლოს შეუძინონ. მე უნაგი როცხენი ვარ, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ექსპერტები სწორედ საკუთარ თავზე ამგვარ წარმოდგენას უკავშირებენ მისი საქართველოდან უკან მოუხედავად მოქუსვლას. ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო სკამზე ასულისვამდა, განაცხადა ბაჩო ახალაიამ სუფრაზე, რომელზეც მის გარდა ნაპოლეონის, სულთან სულეიმანი და ბუდა იჯდა. ტრაპეზის შემდეგ ყველა საკუთარ პალატაში დაბრუნდა. ირინე იმერლიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის მილოცვის წერილი გადასცა. ამის გამო ირინეს შეიძლება პრობლემები შეექმნას, ვინაიდან ამ წერილის გადაცემა პრემიერს სურდა, აცხადებენ ექსპერტები. ვინაიდან დღეს ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, რაზეც ექსპერტ ბექაონიანის კომპეტენტური აზრის მოსმენა იქნებოდა საჭირო, ამიტომ ბატონ ბექას აღარ შევაწუხებთ და კითხვას არ დავუსვამთ. ბატონო ბექა, გმადლობთ რომ გვეწვიეთ. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას. მომღერალი და მუსიკოსი კახა ცისკარიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩვენებას მხოლოდ ლაივში შესრულებით მოისმენს, ვინაიდან პროკურატურაში ბევრი მელომანი მუშაობს, რომლებიც პლუს ფონოგრამების წინააღმდეგნი არიან. ყველა პარტია ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა, განაცხადა გაკვირვებულმა დავით ნარმანიამ. მისი ბავშვობა დამთავრდა, განაცხადეს ექსპერტებმა. როგორც ცნობილი ხდება, დიმიტრი შაშკინს საქართველოს დატოვების დროს საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს. საქართველოს შენ სად გყავს შვილი დასაკარგავი, აცხადებენ მებაჟეები. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი იცვლება. ამჟამად მოძრავი 481 ერთეული ავტობუსი 16 ივლისიდან 30 ავტობუსით შემცირდება და ქალაქის მასშტაბით 451 ერთეული იმოძრავებს. მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ განრიგს 16 სექტემბერს დაუბრუნდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ როგორც ყველა მუშაკს, ავტობუსებსაც და მარშრუტკებსაც ესაჭიროებათ საზაფხულო შვებულებები. ამას გარდა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის პარკის გაზრდის მიზნით ავტობუსების დეკრეტულ შვებულებაში გაშვებაც არ არის გამორიცხული.